დაკარგული ატლანტიდა, ეპიზოდი 1. გარჯოთ მეგობრებო, თქვენთან არის მეცნიერი კიპერი და მეგობრებო, დღეს ის დროა, როდესაც მე აღმოვაჩინე ატლანტიდა. 1000 წლის განმავლობაში ატლანტიდა ქალაქი წყლის ქვეშ, რომელიც ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ. მე მას მივაგენი და აღმოაჩინე. მეგობრებო, ახლა გავექანებით ატლანტიდის ნაწილის გამოსაკვლევად, ამიტომ ჩავიცვამთ აი ასე, ამ ყველაფერს ავიღებთ და ასევე დაგვჭირდება წყალში სუნთქვა და კიდევ უნდა მოგახსენოთ, რომ დაგვჭირდება საღამოს ხედვა. კარგით მეგობრებო, ჩვენ კი შევუდგეთ ჩვენ გამოკვლევებს. კარგი, ჩავდივართ აქვე, მე უკვე მაქვს ბაზა, სადაც მე მყავს ასევე დამხმარეები. ახლა კი წავედით და გავუდგეთ ჩვენ გზას. პირველი მეგობრებო, წავედით და აი მივაგენეთ. აქვე თვალწინ გადაგვეშლება უზარმაზარი მარჯნის რიფის წარმონაქმნი, ამიტომ უნდა დავლიოთ ჩვენ night, ასე ვთქვათ, საღამოს ხედვა. აი ასე, ესეც ასე და შემდეგ water bring-ი. ამოვედით და ჩვეულებრივად ჩავედით წყალქვეშ. ასევე მეგობრებო, მე გამოვიგონე აი ასეთი რაღაც, ზღვაში უფრო ჩქარა გადავადგილდებით და როგორც დელფინი და ასევე ხმელეთიც. და აი მეგობრებო, ჩვენი ატლანტიდა, დაკარგული ქვეყანა, ქალაქი, რომელიც 1000 წლის განმავლობაში იყო მიტოვებული. აი ჩვენი შესასვლელი. და აი მეგობრებო, ოთხი ოქროს ბლოკი. კარგით მეგობრებო, და წავიდეთ ატლანტიდაში, შევიდეთ. ასევე აქ ხედავ აი ასეთ პატარა სახლებს, სადაც არის ეს რა არის? ატლანტიდის, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს დავარქვათ ატლანტიდის ჩემოდანი და ასევე აქ არის ვაშლი. ამ ყველაფერს ავიღებთ, მოდი. და ასევე ოქრო, მაგრამ მეგობრებო, მე აქ უკვე ყოფილ ვარ მეგობრებო და ეს ყველაფერი მეც მიგძნია. მეგობრებო, ერთხელ ყოფილ ვარ აქ და როდესაც ოქროს მოვკიდე ხელი, მიწისძვრა წარმოვიდგინე, არ ვიცი როგორ, მაგრამ მაინც. ამის და მიხედვით შეიძლება რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ოქროზე ხელის ხლება არ შეიძლება. ამიტომ რაიმეს გამოვიგონებ და აი ისე მივალთ ოქროსთან და ავწევთ ამ ოქროს. ასევე აი აქაც არის, შევედით, ასევე აი აქაც არის აი ასეთი რაღაცები. ეს წყალქვეშ ვაშლი ყველაფერი, მაგრამ მაინც უნდა ავიღოთ და გამოკვლევებზე უნდა წავიღოთ. ეს ვაშლი უკვე ალბათ დალპა და აი ასე. ასევე აქ გვაქვს მეგობრებო, კრაბის ახალი ვიდი, მეგობრებო, კრაბის ახალი ვიდი, კიბოს ახალი ვიდი, მეგობრებო. ლურჯი კიბო, არა ლურჯი კიბო. კარგით მეგობრებო, ამასაც შემდეგში გამოვიკვლევთ. ახლა კი აი ნანგრევები კიდევ. ეს გამოჩნდა რაღაც აი ასეთი გზა, ასე რომ დავარქოთ. აი აქ კორალებია უკვე. ჩემ თვალებს არ ვუჯერებ. არა. ეს შეუძლებელია. კარგი. შევედით და ვხედავთ აი ასე ვთქვათ
დვორსკს მე ასე უწოდებ ამ ყველაფერს და ახლა პირველი სართულის გამოკვლევა დაიწყება. სამი სართულია როგორც შევხედე, კარგი. აი ეს ოქროს ბლოკებიდან 100 ზს გავს. 100 ზ. კარგით მეგობრებო. ოქროს ბლოკებიდან მაგრამ არ შეიძლება ამ ოქროს ბლოკების აღება. კარგით მეგობრებო, გავაღოთ ეს ჩემოდანი. რამდენიმე გასაღებია. 1 2 3 გავაღეთ. ეს რა არის? ეს ჩემთვის უკვე ნაცნობია, ერთ ადგილას შემხდა. მაგრამ ეს არის წვიმის სენსორები მეგობრებო, რომელიც ადგენენ წვიმას, მაგრამ ის ვერ გავიგე რა არის. კარგი მეგობრებო, ამ ყველაფერს ავიღებთ. ეს რა ხმა იყო? კარგი, ავიღოთ. ოღონდ ეს ოქროსაა მე მგონი და არ შეიძლება მისი აღება, შემდეგ მიუბრუნდებით. ამ ყველაფერს ასევე კიდევ წვიმის სენსორები, მაგრამ წვიმის სენსორები რაში დაჭირდებოდათ ატლანტიდელებს. კარგით მეგობრებო, მაინც ავწევთ და ამ ყველაფერს შემდეგ გამოვარკვევთ. ეს უკვე არის როგორც ვხედავ რკინის, ამიტომ ავიღებთ, ამის აღება შეიძლება უკვე. აქვე ვხედავ კიდევ ერთ კარგი, ეს ალმასის და რკინის, ეს ავიღოთ. ალმასის ეს ეღირება მილიარდებამდე, მაგრამ როგორც თქვი, Another Watchery. კარგი მეგობრებო, ესეც ავიღოთ, არ ვიცი ზუსტად რა არის, მაგრამ ის რა არის? კარგით. ამ ყველაფერს მეგობრებო, აუცილებლად გამოვიკვლევ, აუცილებლად. ელდერის თვალი. კარგი მეგობრებო, ასევე ოქროს არ ვიღებთ არავითარ შემთხვევაში. კარგით მეგობრებო, ეს პირველი სართული. ახლა ვართ მეორე სართულზე და ამით დავამთავრებთ ჩვენ პირველ, ასე ვთქვათ, გამოყენებას ამ შენობის. კარგი, აქ არის ბევრი ძალიან წარწერები, ეს მე გავიგო როგორც ატლანტიდულ ენაზე, დიახ. მაგრამ ამას დადგენა უნდა. შემდეგ მეგობრებო, მოვიწვევთ ატლანტიდის ენა, ვინც იცის და ვინც ერკვევა ენებში, აი იმ ადამიანს მოვიწვევთ და ამ ყველაფერს გავაგებიებთ. ეს მივხვდი მეგობრებო, ეს არის ამერიკულ ინგლისურ ენაზე დაწერილი, მაგრამ სიტყვები სხვა არის. კარგი, მოდი წავიკითხოთ ეს პირველი. ოგენ სენდერ ოსტანდო მირდნ აბარ ნეპტუნუს. კარგი. ონერ მისტენ ჰუიუ ემერ გერდენ ჰიტონ. ვერაფერი ვერ გავიგე მეგობრებო, მაგრამ ამ ყველაფერს გამოვიკვირდ. ზეუს ოლიმპუს ნეპტუნუს პოსეიდონ ანარ მისტენ ანარ დონ. ეს აქ რაღაც მივხვდი ზევსისა და ოლიმპოს, ნეპტუნისა და პოსეიდონზე იყო აქ ნათქვამი, მაგრამ როგორც მე დავინახე, პირველ სართულზე იყო დიდი ზ100 ოქროს ბლოკებისგან. ეს ზევსის ნიშანია. დიახ, როგორ არ მივხვდი. ეს არის ყველაზე დიდი პოვნა. კარგით მეგობრებო, ამ ყველაფერს ავიღებთ. ეს არის როგორც მე მივხვდი. როგორც მე მივხვდი, ეს არის ბაფი, კარგია, და ასევე მეორეც დავლიოთ. როგორც მივხვდი, ეს ყველაფერი არის მეგობრებო, ასე ვთქვათ, ახლა ვგეტყვით, კარგი, redstone hook, რას ნიშნავს hook? კარგი. აქ არის ბევრი თევზი, ეს კი ბატონო,
ეს ყველაფერი ახასიათებს წყალქვეშ დაკარგულ ქალაქს. კარგი, აქ არის ასევე ხეები და ასევე ჰუქები. კარგი, სახელებს მოუგონებთ, მაგრამ შემდეგში. კარგი მეგობრებო, აქ არის ასევე ოქროს ჩემოდნები, რაც ძალიან კარგია. ახლა კი მეგობრებო, აღარა ვართ მესამე სართულზე, რადგანაც შემდეგში გამოვიკვლევთ და მესამე სართული არის ყველაზე საინტერესო, როგორც მე მივხვდი. ნეპტუნი, რას უნდა ნიშნავდეს ნეპტუნი? კარგი, შევიხედები. ეს იყო ჩემი აზრით ყველაზე ღმერთების სართული, როგორც მივხვდი, რადგან ძალიან მდიდრულად გამოიყურება ის ყველაფერი. ასევე მეგობრებო, აი ის ყველა რამდენი სახლი, რომელიც გადაიქცა მეგობრებო კორალებად, მაგრამ მაინც. აი მეგობრებო, კრაბები და ასევე მეგობრებო, მოდი, ეს რა იყო? ეს ვერ მივხვდი რაღაც. აჰა, კიდევ სართული ყოფილა, მეგობრებო, ქვედა სართული. აი აქ, მოდი, ჩავიდეთ და უცბად თვალით მოვუკრათ რა ხდება აქ. აჰა, ეს ყველაფერი შემდეგ. აქ რა იყო ახლაც ვერ მივხვდი, მაგრამ მაინც. კარგით მეგობრებო, ახლა ამ ადგილს მოდი მოვუაროთ. აი ასე, რომ დავწმუნდეთ. ეს რა არის? ვიღაც ადამიანი. ეს ქანდაკება არის? დიახ, ქანდაკება არის და ვისი ქანდაკება არის? ოქროს ბლოკები. კარგით მეგობრებო, ეს რა ბლოკები არის? კარგით მეგობრებო, ეს ალმასის ბლოკებს არ გავს, მაგრამ ეს ვისი ზევსი. აი მეგობრებო, ჩვენი ზევსი. კარგით, ახლა კი შევდგეთ გამოკვლევებს. მეგობრებო, შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით, შემდეგი ლაივით და აი ამ ყველაფერს გამოვიკლებთ აუცილებლად. აქვე ამ ყველაფერს რომ მოუარეთ, აქ იყო ასევე 10-20-მდე ჩაძირული, ასე ვთქვათ, ხომალდები. ჩემი აზრით ეს ხომალდები თვითონ ატლანტიდელებს ეკუთვნოდა და აი ამიტომ იყო ჩაძირული. კარგით მეგობრებო, ახლა კი უნდა წავიდეთ და გამოვიკვლიოთ ეს ყველაფერი. ასევე მეგობრებო, დაღამდა და აი ასე. მეგობრებო, ასევე ჩემთან სამი ბანაკი გავშალეთ, მე და ჩემმა თანამშრომელებმა და ასევე ორი ტავერი ავაშენეთ. აი ასე მეგობრებო, რომ ყველაფრისთვის დაგვედევნა თვალი და ეს ყველაფერი გამოგვეკვლია. კარგით მეგობრებო, ახლა ავაზევით. არა. აი მონსტრები მეგობრებო. ეს უკვე არ არის ასეთი გასაოცარი. ამიტომ დავამშვიდობებით ჩვენ ატლანტიდას. oi. აი ასე უნდა ავიდეთ და წავიდეთ წყალში ჩავხდეთ. კარგით მეგობრებო, ამით დამთავრდება ჩვენი პირველი სერია და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები. დაკარგული ატლანტიდა. პირველი ეპიზოდი. დასასრული. ღმერთო, ოღონდ გამოგვაკვლიე. აქ რა არის და რა მოხდა იმ დროს. და ეს კიდევ რა არის ეს რომ დაფრინავს. კარგით მეგობრებო, ახლა კი დაგემშვიდობებით. თქვენთან იყო მეცნიერი კიპერი და ყველას გემშვიდობებით. ნახვამდის მეგობრებო.